საქართველოს თურქეთის საზღვარზე ვართ სარფში და აი აქ სავალუტო ჯიხურების უკან არის პარკინგი და არის რამდენიმე კვების ობიექტი. მართალია აი ეგ სახაჭაპურეები ყველა დაიკეტა, იმიტომ როგორც კი დაგვინახეს კამერებით, ეგრევე ჩარაზეს და გაიქცნენ. რატ უნდა გეშინოდეს, არ ვიცი, სახალხო კონტროლის თუ გაქვს კარგი და მოწესრიგებული ობიექტი. ჩემთვის გაუგებარია. მაგრამ აი აქ ჩვენ შევდივართ, ეს არის რესტორანი, უფრო თურქული სამზარეულო, თუმცა ჩვენ ვხედავთ აქ საცხობის პროდუქციას. აი ეს დამწვარი და გადამწვარი ღვეზელი ვიტრინაში ნამდვილად არ უნდა იყოს. არ უნდა იყოს. აი ნახეთ, ეს პროდუქტი არ არის, არ ჩანს რო ახალია, არ ვიცი. შეიძლება იმიტომ რა არის შემწვარი უკვე ძალიან შებრაწულია და უკვე გაციებულია და აი ესეთი ვიზუალი აქვს. ვერ გეტყვით. მაგრამ თქვენ თვითონ ხედავთ რამდენი ბუზია, სულ ბუზებია. დავიწყეთ იქედან რომ შემოვედით ობიექტზე, რომელიც ღია არის, მითხესო დანარჩენი ძალიან ბევრი ობიექტი დაიხურა, მაგრამ სადაც შემოვედი პირველად რაც მომხვდა თვალში და რამაც უზომოდ გამაღიზიანა, ეს არის აი ასეთი მთელ პერიმეტრზე საჭერები, ნახეთ, აი ბუზის საჭერები, ნახეთ, ჯერ რაოდენობით ბუზი არის, ეს არ გეგონოთ მარტო იქ არის, სამზარეულოში ზუსტად იგივე სიტუაციაა. აი ნახეთ და აი ამ გადავსებულ ბუზის რაღაც საშინელებას, აი აქ ჭურჭელი და ის არის შემოტანილი, აი გარედან შემოტანილი გასარეცხი ჭურჭელი და აი აქ ეგეთი საშინელება. ჩამოგლეჯვითაც ვერ გულიჯავ რომ გადავაგდო. ნუ ყოველ შემთხვევაში თვითონ მე პატრონეს თუ არ აწუხებს, არ ვიცი ახლა ეს არის აი სრული დაცინვა მომხმარებლის და სამზარეულოს და ყველა კანონმდებლობის მოთხოვნით. აქ ნახეთ აი როგორი სიტუაცია არის, კერძებიც არის, თქვენ არ იფიქროთ ეს რამე ის არის. ტარაკანა ნახეთ, აი ტარაკანა ნახეთ. ტარაკანა შეხედეთ, ბევრი ძებნაც არ დაგჭირდებებია, ნახეთ აი ტარაკნები საკმაოდ აგერაც აი ჩაიდანზე, აი აგერ აი ჩაიდანზე ტარაკნები, აი ნახეთ. აი აგერ ჩაიდანში შიგნიდან აი ძალიან კარგად ჩანს. აი აქეთ ჩავდებ და ჩაიდანშიც აი ცხვირზე ნახეთ, აი აგერ ჩაიდანზე ტარაკნები არის. ანუ ტარაკნები ეტყობა ბლომად არის. აი მე აი ამას შეხედეთ რამდენი დარბის ტარაკნების ბუმია ფაქტიურად ობიექტზე, აი აგერაც შიგნითაც ნახეთ რა საშინელებაა, აი ყველგან აბსოლუტურად ხელის მოკიდება და მიკარება მეშინია, იმიტომ რომ აი გიჟებივით დარბიან. ეტყობა კარგი ნაკვები ტარაკნები არიან და ენერგიით სავსე არიან. აი ყველგან აბსოლუტურად რასაც ვაღებ, ყველგან ტარაკნების ბუმია. აი შეხედეთ, ყველგან უამრავი ტარაკანა. აი არ იფიქროთ, რომ აი რამეს ვამეტებ, ნახეთ, აი ნებისმიერ კარადას, რომელიცაც ვაღებ. მაგრამ ტარაკნების გარდა შეხედეთ აბლაბუდები რამდენია და ვითომ სუფთა ჭურჭელიც არის შიგნით. უჯრებშიც ტარაკნები არის, აი პატარა წვრილი ტარაკნები. არა, წვრილი არა. შეხედეთ აი რამდენია, აი აქაც როგორ დარბიან, აი აგერ მისიკვდილებული, შეხედეთ. ეს ყველამ კარგად იცით ეს რა არის? ეს არის ხა ვერ გაჩვენებთ რა არის, მაგრამ თავის მასაჟორი, თმის მასაჟორი და თმის მასაჟორი აი აგერ უდევთ ჭურჭლის იმაში რა ქვია. ეს არის საშინელება და სამარცხვინო. სიგარეტს არ ვიცი გარეთ ეწევიან და შიგნით ეწევიან, ყოველ შემთხვევაში აი აქ არის საფერფლე, ეს ლუდი დალია ვიღაცამ და გასარეცხად შემოიტანეს. აი აქ შეხედეთ რა საშინელება, გულის ამრევია, ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ნახეთ აი როგორი მდგომარეობაა, შეხედეთ რა სიბინძურია და ტარაკნების ბუმია, ამდენი ტარაკანა ძალიან დიდი ხანია არ მინახია. მოკეთ ვოცდები და ვოცდები, ჩემ გაოცებას საზღვარი არა აქვს ხოლმე. აი ეს არ გეგონოთ რომ არ მუშაობს, ყველაფერი ძალიან კარგად მუშაობს და გარეთაც ხალხი ზის და საკვებს მიირთმევს, მაგრამ ამას შეხედეთ. ამას შეხედეთ. ეს არის დამპალი ცომი. ეს არის ობი. ნახეთ რა სიბინძურია. ეს არის ხაჭაპურისთვის ყველი გაქნილი. აქ კარგი და ცუდი პროდუქტი ერთად არის, აზელილი და მაცივარი ნახეთ თვითონ როგორი ბინძურია. ეს რაღაც კერძია. ეს არის სამარცხვინო. აქვე ბოსტნეული არის. აქ ყველი არის, ყველი კარგია, ახალი კარგი ყველია.
ბოსტნეულიც კარგია. აი ეს არის კაფე, აქ რაღაცა ძველი და ჭუჭყიანი მუყაოდებს იატაკზე. იატაკი ძალიან ბინძურია. ძალიან ბევრი ბუზია და ყველაფერი რა თქმა უნდა აჯდება პროდუქციას. ნახეთ, სიგარეტის კოლოფი, გასაღები, ყველაფერი ერთად საჭმელი, ყველაფერი ერთად ყრია. აი აქვე იდო ეტყობა თევზზე საცხობის პროდუქცია და ეხლა რაღაცა აი ნარჩენებია, ვერ გავიგე, აი ძალიან მოუწესრიგებელი, მე აღარ ვამბობ უკვე ინტერიერზე, პირველ რიგში აი ეს იატაკი არის ძალიან ჭუჭყიანი. და რა თქმა უნდა, ეს არის უკვე დახურული სივრცე და აქ სიგარეტის მოწევა არ შეიძლება. უბრალოდ ჩვენ ვხედავთ აი ესეთ ცარიელ ქილებს, რომელშიც ახლა საფერფლედ არის გამოყენებული. ვერ გეტყვით. აი ეს არის, ვეღარ გავიგე კაფეა, სამზარეულო რა არის. აქვეა ფაქტი, რომ მაგიდები და საბარძლები, ანუ მომხმარებლისთვის არის სივრცე, რომელიც არანაირად არ არის გადაღობილი, ანუ არც კედელი, არაფერი, ფარდაც კი არ არის და აქვეა ეს სამზარეულო ღია კარი, ბუზების დიდი რაოდენობა, სიბინძურე ყველგან, ნახეთ რამდენი ნაგავი ყრია, ეს აქვე ეს ტერიტორიაა, ამ რესტორნის უკანა ნაწილი. ნახეთ, საბარძლებზეც კი ყრია ნაგავი. ეს არის ბოთლი გამოყენებული და ბუზები ბუნებრივი არის, იმიტომ რომ აი ესეთი ჭუჭყიანი მაგიდა რო იქნება ბუზი, რა თქმა უნდა, ბუს იზიდავს ყველაფერი სიბინძურე და ჭუჭყი. აი, ნახეთ რამდენი ბუზია. აი, ნახეთ. ძალიან ჭუჭყიანია ყველაფერი, საშინელი ვენტილატორი. აი ეს ვენტილატორი უბიძურესი. რა უნდა ეხლა აი ამ წამალს, ხო, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან მავნებელია ასევე ადამიანისთვის და აქვე ეს პროდუქცია, რომელიც იჭმება, ხო? ანუ ტორტს და ნამსხვრას რო დაადებ, უნდა შეჭამო შემდეგ. არ ვიცი, აი რა უნდა ახლოს ერთმანეთთან, არ ვიცი. ეს მე იმიტომ ვარ აქ შემოსული, აქ ალბათ მადონამ უკვე ყველაფერი გადაიღო, მაგრამ მე ვიღებდი შიდა სივრცე, სადაც მაგიდებია და ფაქტია, რომ მაგიდა სკამი, სამზარეულო და ყველა დანარჩენი უცხო ნივთი ყველაფერი ერთ სივრცეშია. აგერ შედი, გამოდი, არავინ ხელს არ გიშლის, რაც გინდა აკეთე. აქ არის ჩაყინული ცომები, რაღაც ხორციც და ჩაყინული ტარაკნები. ნახეთ, აგერ ტარაკანა ჩაყინული, აგერ ჩაყინული და ჩაყინული ტარაკნები, ნახეთ. ენ რაოდენობით ტარაკნებია შიგნით. ესეც არავითარ შემთხვევაში აი მეორადში არ შეიძლება იყოს რძეც გაყინულია, ოღონ საიდანაა და უნებელია თუ მავნე მაგას ვერ გეტყვით. აი აქ არის კიდე რაღაცა იცომეული და კიდე რაღაც პროდუქტები ჩაყინული. და აი აქ მზადდება, აი დღეს გაამზადეს, ნახეთ, ხვეზლები, ეს დღევანდელია. თქვენ თვითონაც მიხვდებით, იმიტომ რომ ცხიმი არ არის ჯერ ამუშრალი და აი ლობიანი, რომელიც გაამზადეს ლობიანებისთვის ლობიო. ოღონ იმედია, აი დაობებული ლობიო არ არის გამოყენებული, თუმცა რატო იმას იზამდნენ, რა ქვია, აი ბუზების εν რაოდენობით, ნახეთ და კედლებზე შეხედეთ, ეხლა მინდა კედელი გაჩვენოთ. ტარაკანა, შეხედეთ, აი რამდენია, უბრალოდ ნახეთ, აი რა რაოდენობით არის, ნუ აბლაბუდებზე აღარ საუბრობ, რომ εν რაოდენობით არის. შეხედეთ, ეს ფქვილი ვადიანია და ნორმალურია. იატაკი მინდა ნახოთ, რა მდგომარეობაშია. ნუ ამას კარგად შეხედეთ, რა მდგომარეობაც არის, რა საშინელება არის და აი ესეც ვნახოთ. იმიტომ რომ ყველგან ტარაკნებია და ალბათ აქაც იქნება. კი ბატონო, აი ტარაკნები. ყველგან ტარაკნებია აბსოლუტურად. სადაც რასაც არ შევეხე, ყველგან არის εν რაოდენობით ტარაკანა. ასეთი ობიექტი, რა თქმა უნდა, არ უნდა მუშაობდეს, არ უნდა იყოს და ეს არის დანაშაული, რომ ამ პირობებში მზადდება საჭმელი. გარეთ მაცივრები არ არის, კიდე რაღაცაებია, მაგრამ აი უკვე აქ მეტი რა უნდა გაჩვენოთ, აი ამაზე მეტი საშინელება რა უნდა იყოს, აუცილებლად გადავცემ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ვაჩვენებ და აი ეს უმსგავსობა უნდა აღმოიფხვრას. კატასტროფულად სწრაფად, აი არავითარ შემთხვევაში, აი ამ პირობებში დამზადებული საკვების რეალიზაცია
უნდა აღმოიფხვრას, არ უნდა ხდებოდეს. აი ნახეთ ტაფები რა მდგომარეობაშია, ყველაფერი ბინძურია, ყველაფერი სრული ანტისანიტარია და ყველაფერი სჭირდება აბსოლუტურად მოწესრიგება. აი, ყველგან ტარაკნები, აი ნახეთ, ყველგან აბსოლუტურად ტარაკნები. აი, ყველგან, რომელი კუთხეც არ უნდა გავაღოთ და რომელი უჯრაც არ უნდა გავაღოთ, აი ყველგან აბსოლუტურად გვხვდება ეს რაოდენობის ტარაკნები. ობიექტზე ეწევიან, აი ნახეთ. აი. ობიექტზე უკვე ჩდილისიც მეშინია, ჩდილიც ტარაკანა მგონია, იმდენი ტარაკნებია. აი ნეტა არ გავიტანდი აქედან ტარაკნებს და მეტი არაფერი არ მინდა, არ ამყვებოდეს. აი მაცივარში ჩაყინული ტარაკნები და ჩაყინული ბუზები. ბუზი და თმა. აქაც ბუზი არის და იქეთ მაცივარში კიდე განახეთ რომ ჩაყინა. აი აგერაც შეხედეთ. აი აგერაც ნახეთ. აი აგერაც. ეს არის სრული კოშმარი და ამაზრზენია. ამაზრზენია და აი აქ ღვეზლები და პროდუქცია ჩვეულებრივად იყიდება და გარეთ ხალხი არის და ამას ყველაფერს მიირთმევს.